ბატონო დავით, თქვენ მოგწონთ არ მოგწონთ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. რა გზა გრჩებათ მაშინ გუშინ ისმოდა რევოლუცია, დამხობა თქვენ ამას იზიარებთ თუ არ იზიარებთ რევოლუციას და დამხობას? ჩემო ვახო, მე გავიზიარებ თუ არ გავიზიარებ, ამითი ქრესტომატიული ჭეშმარიტებები არ შეიცვლება. როდესაც ტირანი ყველა გზას ქოლავს იმისთვის, რომ საარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება, საყოველთაო სახალხო აჯანყება გარდაუვალი ხდება. ანუ თავად ტირანს მიყავს ყველაფერი აჯანყებისკენ. აი როგორ გესახებათ ეს აჯანყება? ხდება თუ აი პრაქტიკაში როგორ გესახებათ ეს აჯანყება და რევოლუცია? თან ამბობთ ხოლმე რომ მშვიდობიანი რევოლუციაო და აი იქნებ ითხრათ აი მშვიდობიანი რევოლუცია როგორ ხდება? ჩემო ვახო, ეს აი ამ ტირანიული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ მლიქვნელ მხარდამჭერებს გონიათ, რომ რევოლუცია აი საბჭოთა მენტალობიდან გამომდინარე, რევოლუცია ეს არის დიდი ოქტომბრის რევოლუციის მაგვარი სისხლიანი მონსტრი, რომელიც სიხში ჩაახშობს ყველას და ყველაფერს. მშვიდობიანზე მითხარით, მშვიდობიანზე საუკუნეში. აი მშვიდობიანი რევოლუცია როგორ წარმოგიდგენიათ? თუნდაც ავიღოთ ფერადი ავიღოთ ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელმაც მთელ აღმოსავლეთ ევროპას გადაუარა 2000-იანი წლების დასაწყისში რა. მსხვერპლი არ იყო? რა თქმა უნდა არის. უკრაინაში არ იყო მსხვერპლი? ჩემო კარგო, უკრაინაში მსხვერპლი იყო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაირმა ჯალათმა გასცა ბრძანება საკუთარი მოქალაქეების დახოცვაზე. ანუ თუ პოლიცია წინააღმდეგობას გაგიწევს თქვენ ამას მე რა მოყვება? ჩემო ვახო, საქმეც მაგაშია, რომ საყოველთაო სახალხო აჯანყება თავისით ან ვიღაცის მითითებით არ ხდება, ის მწიფდება გარემოებებიდან გამომდინარე. და უყურეთ ჩემო კარგო, ეხლა შეიძლება დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკის მეცნიერებიდან გეუბნებით. უყურეთ, აი ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დასავლურმა სანქციებმა მთლიანად მოგუდოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ფინანსური რესურსები, იმიტომ რომ ივანიშვილის ტირანიული რეჟიმი დგას ძალოვანი სტრუქტურების შუა რგოლის პროფესიონალებზე, რომელიც უბრალოდ ნაყიდი ყავს ბიძინა ივანიშვილს და მათ აინტერესებთ მხოლოდ ფული, რომელსაც ივანიშვილი. ანუ თქვენ რა გინდათ, რომ პოლიცია გაგიხსნათ გზა გაგიხსნათ პოლიციამ ეს გინდათ? ერთი წუთით დავამთავრებ ერთი წამით, როდესაც რეჟიმს ეს ფინანსური რესურსები ამოეწურება, ის ადამიანები, რომლებიც ფულის გამო ემსახურებოდნენ რეჟიმს და ეს რეჟიმი იდგა ამ ადამიანებზე, ამ რეჟიმის გამო თითსაც არ გაანძრევენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ ფულის გარდა და შესაბამისად რეჟიმი ძალოვანი სტრუქტურებს ვეღარ გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და იძულებული გახდება გაიქცეს. ანუ გაქცევას ელოდებით თქვენ. მარტო ივანიშვილის კი გაიქცევა, აუცილებლად გაიქცევა და ძალიან მალე, როდესაც მას ეს ძალოვანი ვერტიკალი ჩამოეწრება. ვიდრე ამას ამბობთ თქვენ. საბოტაჟის ხარჯზე.